შეიძინე ბინა და არ იცი საიდან დაიწყო რემონტი. ჩვენ 5 ვიდეოთი დაგეხმარებით სწორად დაგეგმოთ თქვენი რემონტი. ელექტროობა დაგსელილია, ახლა დრო დადგა სანტექნიკას მივხედოთ. ჩვენი მეგობარი ოთო ფერაძე ისევ ჩვენს გვერდით არის, კავკასიის იმპორტის წარმომადგენელი, რომელთანაც შევესწრებით გავარკვიოთ თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, როდესაც საუბრობთ სანტექნიკაზე. თავად მნიშვნელოვანი საკანალიზაციო სისტემა, მილები უნდა იყოს აუცილებლად არამსხვრევად იმასალის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია უკვე რომ უშუალოდ ცივი წყლის მილი და ცხელი წყლის მილი იყოს განცალკევებით, ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ცივი წყლის მილში უნდა იყოს ცივმაწყალმა, ცხელი წყლის მილში უნდა იყოს ცხელმაწყალმა. და არა ორივე, ანუ იციან ხოლმე რომ აი ცივ წყალსაც ცხელი წყლის მილში ატარებენ ხოლმე მინაბოჭკოა და ხო არ შეიძლება ხმარებელი მაღაზიაში როდესაც შედის არამარტო სამშენებლო მაღაზიაში უნდობლობა ხოლმე იმისი რომ იქ არასწორ რჩევას მიცემენ და სათავისო რჩევას მიცემენ და კავკასიის იმპორტში ეს არ ხდება. მთავარია რომ ხარისხი დაიდოს და მთავარია სწორად შევარჩევინოთ ის პროდუქცია რაც ჭირდება. სანტექნიკაზეც ვისაუბრეთ ოთოსთან. ძალიან დიდი მადლობა კიდევ და კიდევ. თვის მადლობა თქვენ. ეგ ორი დეტალია აუცილებლად გასათვალისწინებელია. პირველ რიგში. კი ბატონო. საკანალიზაციო სისტემა და წყლის სისტემა, რომ დამონტაჟდეს სწორად. მე უკვე შემდეგ ეპიზოდში დაგიბრუნდებით რა თქმა უნდა კავკასიის იმპორტიდან და შემდეგი ეპიზოდი ეძღვნება რას ეძღვნება ოთო? კერამოგრანიტი. კერამოგრანიტი. კავკასიის იმპორტი შენი სანდო პარტნიორი მშენებლობაში.